საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით ამბასადორი აილენდ ბათუმის დელეგაცია პოლონეთის 3 ქალაქში ვარშავაში, ვროცლავსა და კატოვიცეში პროექტისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. აღნიშნული აქტივობა კომპანიის ფართომასშტაბიანი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად. აღნიშნული მასშტაბური კამპანია წლევანდელი წლის ივნისში ქალაქ ვარშავაში უკვე დაწყებული სტრატეგიის გაგრძელება, რომელმაც პოლონელი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და ამჯერად ქალაქ ვროცლავში გრძელდება, სადაც გამართულ შეხვედრას 70-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, ხოლო დარჩენილ ღონისძიებებზე მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვან გაზრდას ელიან. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი შავი ზღვის აკვატორიაში 84 ჰექტარზე 2 ხელოვნური ნახევარკუნძულისა და 1 ხელოვნური კუნძულის ფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტს როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ფაზა 26 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.